მოგესალმებით 366 დღეა ბათუმში პროტესტის დაწყებიდან და დღეს აქ ისევ შეკრებილები არიან პროტესტის მონაწილეები. ამჯერად ისინი იმყოფებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარეგანათების ნათურები ისევ გამორთულია. რამდენიმე დღის განმავლობაში პროტესტის მონაწილეები სწორედ იმიტომ, რომ აქ ტერიტორია არის ჩაბნელებული, გადადიოდნენ აჭარის მთავრობის სახლის მხარეს და იქედან აგრძელებდნენ პროტესტს. ფაქტობრივად 2 კვირა გავიდა, მას შემდეგ რაც საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს უშუალოდ აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელთან და ამ 2 კვირის განმავლობაში ჩვენს ლაივშიც არაერთხელ გაჟღერდა, რომ აი ეს ნათურები საკონსტიტუციო სასამართლოსთან გარეგანათების ნათურები არის გამორთული და აქ ტერიტორია არის ჩაბნელებული. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ხედავთ კადრში სახალხო მორთულობა არის დაწყებული ბათუმში, ამ დრომდე აი ამ გარეგანათების ბოძებზე, ნათურების განათებაზე არავის უზრუნია დღემდე. შეგახსენებთ ასევე, რომ პროტესტი ბათუმში გრძელდება ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით და თბილისში პერიოდულად იმართება აქცია მსვლელობები და ასევე ბოლო პერიოდში გაიმართა კონკრეტული პატიმრების მხარდასაჭერი რამდენიმე აქცია მსვლელობა. ახალი ამბავი კი არის ის, რომ ოცნებამ გადაწყვიტა კიდევ ერთი ცვლილება შეიტანოს კანონში შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ და ამჯერად მოქალაქეებს, რომლებიც უკვე 366 დღე არიან პროტესტში უწყვეტად, სხვაგვარად შეუშალოს ხელი, შეიძლება ასე ითქვას, სხვაგვარად შეზღუდოს პროტესტი. ამჯერად კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, უკვე დაანონსებულია ეს პაკეტი პარლამენტში, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ აქცია არის დაგეგმილი ან აქცია მსვლელობა ისეთ ადგილზე, სადაც არის გადაადგილება, ამ შემთხვევაში არის აქციის ორგანიზატორი იქნება ვალდებული, რომ წინასწარ შეატყობინოს მუნიციპალიტეტს და მიიღოს თანხმობა. ასევე რამდენადაც ვიცი, ცვლილება ითვალისწინებს იმასაც, რომ ასეთი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება განგისაზღვრონ კიდეც ადგილი, სად შეიძლება შეიკრიბოს პროტესტში მყოფი მოქალაქეები და გააპროტესტონ ზუსტად იმ ადგილზე გაგრძელონ პროტესტი, სადაც იქნება მითითება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მართლაც დაკარგოს პროტესტმა აზრი, იმიტომ რომ პროტესტის მონაწილეები სწორედ იმისთვის, რომ ხმა გააგონონ როგორც მოსახლეობას, ასევე მთავრობას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ირჩევენ სტრატეგიულ ადგილებს, როგორიც არის მთავრობის სახლთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებთან იკრიბებიან და ასე გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, რომ მარტივად მიიტანონ თავიანთი სათქმელი, თავიანთი მოთხოვნა აი ამ სტრუქტურებთან. შეგახსენებთ ასევე, რომ რამდენიმე 10 დღეზე მეტია უკვე შიმშილობს ბათუმის აქციების მედროშე, ის დააკავეს 4 ოქტომბრის საქმეზე და მას ედავებიან როგორც 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სხვა დაკავებულებს სახელმწიფო გადატრიალებაში სდებენ ბრალს. მედროშესთან დაკავშირებით ამას აცხადებს ასევე მისი ადვოკატიც, არ არსებობს სერიოზული მტკიცებულებები, რომ მან იძალა და მონაწილეობა მიიღო იმ ჭიშკრის წაქცევაშიც, რომელსაც რაღაც ერთგვარ ბრალდებად უყენებენ აქციის მონაწილეებს. ერთადერთი კადრია, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ათონელის სასახლის ეზოში მედროშე და რამდენადაც ვიცით, ბევრმა აქციის მონაწილემ თქვა, რომ ერთადერთი რაც მან გააკეთა იყო მოწოდება, რომ არ ყოფილიყო დაპირისპირება როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე
პოლიციელებს მოუწოდებდა ის, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო ის კონკრეტული აქცია, რომელიც მოქალაქეებმა გამართეს 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან. შეგახსენებთ ასევე, რომ ცოტა ხნის წინ BBC-მ გამოაქვეყნა თავისი გამოძიება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ გამოიყენა ნივთიერება, რამაც მოქალაქეები მოწამლა და გამოძიების ვერსიით ეს იყო კამიტი, რაც აკრძალულია და არ შეიძლება მოქალაქეების წინააღმდეგ ამ ნივთიერების გამოყენება. ამას საქართველოში მოყვა დიდი განხილვა ამ გამოძიებას და დაიწყო კიდეც გამოძიება, თუმცა როგორც მალევე გამოაცხადა ოცნების ხელისუფლებამ, ეს გამოძიება დასრულდა და არ ბრიფინგზე, რომელიც ამ გამოძიების დასრულებასთან დაკავშირებით გამართეს, არ გაუჟღერებიათ ზუსტად რა ნივთიერება იყო მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული. როგორც იცით, მოქალაქეები, რომლებიც დაშავდნენ აქციაზე, ცრემსადენი გაზის გაშვების შემდეგ აცხადებდნენ, რომ მათ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ საკმაოდ უცნაური სიმპტომები, ჰქონდათ სახის შეშუპება, გულისრევა, ასევე ჰქონდათ დამწრობის შეგრძნება, ცრემლის დიოდათ დიდი ხნის განმავლობაში და ვერ იჩერებდნენ. მათ მიმართეს კიდეც სამედიცინო დაწესებულებებს. ბევრმა მათგანმა არც მიმართა და რაღაც ზეპირი რჩევებით იმკურნალა, რამდენადაც ვიცით, ჩვენ მაშინ ჩავწერეთ კიდეც ექიმები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ აუცილებელი იყო სწოდნოდათ კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ამ მოქალაქეებისთვის შეეთავაზებინათ ადეკვატური მკურნალობა. როგორც იცით, ასევე დაკავებულები არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ისინი თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაში მიუსულელობის გამო დააკავეს, რამდენიმე მათგანს გირაოდ შეუფარდეს, თუმცა მათ არ გადაიხადეს ეს თანხა, ამის შემდეგ ისინი არიან პატიმრობაში. დაკავებულია ასევე ალეკო ელისაშვილი, რომელიც სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში იყო შესული და როგორც თვითონ აცხადებს ადვოკატის თქმით, როგორც თვითონ აცხადებს, მან თავისი ფორმით გამოხატა პროტესტი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, უსამართლო გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, რაც სასამართლომ მიიღო აქციებზე დაკავებულების წინააღმდეგ. მთავარი ამბავი დღეს მაინც არის შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის გამკაცრება. სავარაუდოდ დაჩქარებული წესით მიიღებს პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას. საინტერესოა ამის შემდეგ რა საპირებენ პროტესტში მყოფი მოქალაქეები, როგორ შეცვლიან თავიანთ პროტესტს. თქვენ გახსოვთ, როდესაც აიკრძალა ფაქტობრივად აქციის მონაწილეებს აუკრძალეს სავალ ნაწილზე დგომა, ასევე აუკრძალეს სავალ ნაწილზე ავტომანქანების სავალ ნაწილზე მანიფესტაციის გამართვა, გადაადგილება, საპროტესტო აქცია მარშების გამართვა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა სხვადასხვა ხერხს მიმართეს, ისინი ტროტუარით სარგებლობენ, თუმცა პერიოდულად ისინი არ ჩერდებიან ერთ ადგილზე და პერიოდულად გადაადგილდებიან ქუჩებში, შედიან ისეთ ქუჩებში, სადაც ადრე არ იმართებოდა საპროტესტო აქციები და სკანდირებენ, გამოდით, შემოგვიერთდით, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ასე მიმართავენ ისინი მოქალაქეებს, რომლებიც ხშირად ასევე ეხმიანებიან მათ, აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, ხშირ შემთხვევაში დროშებით, შეძახილებით ეხმიანებიან აქციის მონაწილეებს და ასე აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას.
როგორც ხედავთ, ბათუმში გრძელდება საპროტესტო აქცია. საინტერესო იქნება მოусმინოთ მათაც, როგორ აფასებენ და ეხმიანებიან აქციაზე მყოფები ოცნების ახალ პროექტს, რომ შეიზღუდოს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი საქართველოში. ასლან, თუ შეიძლება, მინდა გთხოვო ბათუმელების ლაივში, ახალი ამბავი არის ის, რომ ახალი პაკეტია კანონში ცვლილების, რომელიც ითვალისწინებს შეკრების და მანიფესტაციის კანონის კიდევ ერთხელ გამკაცრებას და წინასწარი თანხმობა იქნება საჭირო იმისთვის, რომ გაიმართოს თუნდაც მსგავსი აქცია. რადგან შეიძლება თქვა, რომ აქაც ხალხი გადაადგილდება და ხელს უშლის გადაადგილებას და ვერ მიიღოს ნებართვა პროტესტმა. რუსული ოცნება მეგონი მახოსკითთან გადუიშვებს, იქამდე არის ქალაქ ბათუმის ტერიტორია, იმიტომ რომ იქაც ალბათ ტროტუარი არ არსებობს და ალბათ და სავალნაცვლოდ მოგიწევს ბოლო. ყველაფერს აკეთებენ იმას, ის პროტესტი ჩაკლან, იმიტომ რომ მათი ქილიკი იმაზე, რომ 50 კაცი გამოვიდა. ის რომ ესენი ერთ თვეში დაიშლებიან, შემდეგ ორ თვეში და აი ახლა სიჩივე იქნება და გაიქცევიან. აი ახლა სიჩივე იქნება და გაიქცევიან. ეს ხალხი არ გას ამ პულის გამო, ამ თანამდებობის გამო გას უბრალოდ აქ წინაგან პროტესტი და ამას აპროტესტებენ უკვე ოქცევზე მეტია. იმიტომ არც ერთი მათი მხარდაჭერი ეს არ გამოვა. და არ დაუდგება მათ ვერდი, იმიტომ გვახსოვს მათი მოწყობილი აქციები, რომელსაც ხალხი მიიღებოდა თავის აქციებზე და ხალხი ჩასვლასაც ვერ აღწევდა, რომ ღმერთისთვის ექილა, იმიტომ რომ ის ღმერთიც ორი წუთით თუ გამოვიდოდა სენატში. ანუ რა არის იცით? ის რომ მათ ილობენ ყველაფერს, რომ პროტესტი ჩაახჭო, თავს აახალწო. იმიტომ რომ წინა ახალწელს ამ აქციაზე მყოფმა ადამიანებმა უბრალოდ ხარისხა ვიდრე მათ ნაცვლისგან შეკრებილი ტურისტები, იმიტომ რომ იქ ადგილობრივ მოსახლეობა ძალიან ცოტა იყო. ხო, თქვენაც გავფიქრობთ, აქ რამდენი ადამიანია. არაფერი არ გაქვს. რაც არ უნდა მექანიზმები მოიფიქრო, რაც არ უნდა ადამიანებს დაერასო. იმიტომ რომ გადაწყვეტეს, რომ დაკავებენ გადაწყვეტეს, რომ ცელით დაეშვა. არაფერი არ გაქვს. ხო, შარიმები, ავჭი უამრავი მეთოდი გამოიყენეს იმისათვის, რომ პროტესტი ჩაირჩება და უბრალოდ ეს პროტესტი არ რჩება. დაველოდო, არის აგერ არალეგიტიმური პარტიების ალბათ განსაზღვრავს არ ვიცი რომელად განსაზღვრავს, მაგრამ მარტივისა რომ შედობიანი პროტესტისაც ეშინია, მათ საკუთარი ლანდისაც ეშინია, მათ ეშინია ყველა იმ ბრიფინგისა, რასაც შუში ატარებს, პროკურატურა ატარებს, პოლიცია ატარებს, იმიტომ რომ იციან, რომ თვითონაც იციან, რომ არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს სამართალი, პროკურატურა, შუში და პოლიცია ერთ კაცის ინტერესებს ეწაფებიან. ამიტომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში აღმოჩნდეს, რომ თხამი აიღეს. ნებისმიერ მომენტში აღმოჩნდეს, რომ აღმოჩნდეს, რომ ნებისმიერ მომენტში უბრალოდ არასასურველ დროს გაიცინა. შესაბამისად ეს ყველაფერი მათ წინააღმდეგ გამოდის. აი იმ სოციალურ დაუცველ ადამიანებს მინდა ვკითხო, რომელიც მას არიგებდა და დღეს უკვე გაკეთდა გაცხარება არალეგიტიმური პროგრამის მიერ შეფცირდება სოციალურ დაუცველობას დახმარება. უკვე ვიცით, რომ განათლების რეფორმა რას ხადაგებს სკოლის მოსწავლეებს, რომელსაც სურვილი ჰქონდა ხარისხიანი განათლება მიიღო და ევროპაში. ყველაფერი ეცვლება. ერთი წინ სწავლება. ხო, ნუ რა ვიცი, კიდევ რას მოიფიქრებდა და კიდევ რამდენს მოიფიქრებს ხალხი. მე ვერ მეთქვით, რომ როდესაც გაჟღერდა ამბავი, რომ ადამიანის სამლავდნენ და დღემდე დღეს შემინდა, რომ იმ კონცენტრაციას, იმ შემადგენლობით
ხასიათებდა ამ მიტირების გამოყენება ის ჯანმრთელობისთვის იყო საზიანო, თუმცა სასაცილოც იყო ის სატირალია პრინციპში სამყაროში სულმა დაგწია ამბავი ეს ყველაფერს მოგიტებს იმაზე რომ მათ შიშით არიან შეპყრობილი. მადლობა ასლან ჭანიძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში. როგორც ხედავთ, ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება. აქ იგივე მოთხოვნებს საჟღერებენ აქ შეკრებილები. მალხას მინდა გთხოვო, ჩაგვერთო, აი ამ ახალ ამბავთან დაკავშირებით მინდა გკითხო. ერთი მხრივ გვესმის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოცნების პრემიერი ამბობდა, რომ სულ რაღაც 20 კაცია და ამ ბოლო დროს გავიგეთ, რომ აკრძალული მომწამლელი ნივთიერებაც კი გამოიყენეს, გამოდის სულ რაღაც 20 კაცის გამო და ასევე ახლა ვიგებთ, რომ უნდა გამკაცრდეს კანონი და უნდა გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტმა სად შეიძლება ჩატარდეს საპროტესტო აქცია. რას მიიღებს ამით? რა უნდა რომ მიიღოს? ხო, ძალიან ხშირად განსაკუთრებით ყობახიძე ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ რაღაცა რამდენიმე ათეული ადამიანი დგას და ზოგიერთი უმატებდა, რომ ეს დახელფასებული ხალხია, რომ უცხოეთის აგენტები არიან, რომ სამშობლოს გამომხრები საქმიანობით არიან დაკავებულები და რაღაცა თითქოს მნიშვნელოდ თვლიდნენ ან ამბავს ანამცირებდნენ ადამიანებს, ხო? პრაქტიკულად ამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ამბობენ, რომ ამ მათი თქმით 20 კაცის ეშინიათ. ერთი მოდე იქიდან დავიწყოთ, რომ ეს სინამდვილეში არ არის 20 ადამიანი, ძალიან კარგად იციან, როდესაც დიდი თარიღები მისდება, დიდი აქციები, ახლა ბოლოს როგორც იყო მაგალითად 28 ნოემბერს ყობახიძის განცხადების პროტესტის 1 წლის თავზე მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი გამოვიდა. რაც უნდა ეცადოს ახლა იმედი პოსტები თუ სხვა პროპაგანდისტული არხები ამ ადამიანების ჩვენი რაოდენობის შემცირებას, რაღაცა მონტაჟს, ისეთ დროს გადაღებას, როდესაც ადამიანები იქნებიან და საკუთარ აუდიტორიას უხდან, რომ მართლა რამდენიმე ასეულია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იქ თბილისში მინიმუმ 50,000 ადამიანი იყო. მეტი თუ არა. არაფერს არ ვამბობ მრავალრიცხოვან გამოსვლებზე, რომელსაც ხშირად ხედავდით და ხედავთ თბილისში და თუნდაც რამდენიმე დღის წინანდელი გამოსვლა აქციაზე, რომლის მიზანი იყო ქართული ოცნებისგან მოგვეთხოვა პასუხი თუ რითი დაგწამლეს ნოემბერ-დეკემბერში. ამ აქციაზეც რამდენიმე ათასი ადამიანი იყო. უბრალოდ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ეს წინააღმდეგობა გრძელდება ყველაფრის მიუხედავად ჯარიმების, სასტიკი მოპყრობის, ქიმიური ნივთიერებით ადამიანის დაწამვლის, დაშინების, რაღაცა ორი ადამიანის წინააღმდეგ რამდენიმე ასეული პოლიციელი რო დაიძრება ხოლმე, როგორც ექიმ ჩახუნაშვილის შემთხვევაში იყო, ხო? ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ეს წინააღმდეგობა გრძელდება და ახლა ფიქრობენ, რომ ის ტროტუარიც კი, სადაც შეიძლება ადამიანები იდგნენ, ან მოძრაობდნენ, გადაადგილდებოდნენ, როგორც ეს თბილისის წინააღმდეგობას ჩვევია, როდესაც პოლიციელებს ქოშინით უწევთ დევნა მიდევნება უბრალოდ აქციის მონაწილეობის. ეს ყველაფერი ამტკიცებს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი შრომის და ფიქრის დროის დახარჯვა უწევთ იმაზე, როგორ შეიძლება აღკვეთონ ეს პროტესტი. ამიტომ რაღაცა ჟონგლიორობენ ამ საკანონმდებლო ინიციატივებით საბოლოო ჯამში. რა თქმა უნდა, ამან შეიძლება ნაწილობრივ რაღაცა შედეგი მისცეს მათ, მაგრამ ბოლომდე საკუთარ მიზანს მაინც ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ წინააღმდეგობა გაგრძელდება, ხო? შეიძლება აქ არ ვიდგეთ, თბილისის ტროტუარზე არ იდგეს, ან ქუჩა არ გადაკეტოს, მაგრამ წინააღმდეგობას მაინც ეს ვერ დაახშობს, ხო? ანუ დღეს არ შევიკრიბებით, ხვალ შევიკრიბებით, ხვალ თუ ზეთუ ვერ შევიკრიბებით. ხშირ შემთხვევაში ახალი იდეებიც კი მისცა ამ აკრძალვებმა. კი ბატონო, ხო, რაღაცა ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ იმაზე, რომ როგორ შეიძლება თქვა უფრო მეტად გავფართოვოთ, ხო? საერთოდაც ამ და მეტი ადამიანი გამოდიოდეს. მე სულაც არ შემოვიფარგლები იმით, რომ რაღაცა ხანდახან კი ვეუბნებით ერთმანეთს, რომ ცუდია, რომ კი, ნამდვილად ცუდია, რომ ცოტა ადამიანი გამოდის თუნდაც ბათუმში.
ან სხვა ქალაქებში, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ კმაყოფილო ამ ქვეყანაში მარტო ეს 30 ადამიანია, რომელიც თუნდაც ბათუმში ყოველდღე გამოდის. კმაყოფილება ძალიან გაზრდილია ბევრი რამის გამო, მათ შორის იმის გამო, თუ რას აკეთებენ ზოგადი განათლების სფეროში, უმაღლესი განათლების სფეროში, როგორ ექცევიან მოქალაქეებს, როგორ უკან მიაქვთ საკუთარი დაპირება სიღარიბის აღმოფხვასთან დაკავშირებით. ძალიან კარგად გახსოვთ, რომ ღარიბაშვილმა თავის ძოზე გაანონსა სიღარიბის უშველი 300 ლარიანი დახმარებებით, ახლა თურმე ამასაც მოუხსნიან 2026 წლიდან ადამიანებს, რომლებიც პრაქტიკულად შეაჩვიეს სოციალურ დახმარებასთან ერთად იმ 300 ლარიან სამსახურებს. ანუ მათ რესურსები რომ ეწურებათ და პრაქტიკულად ქვეყანაში ამ ყბადაღებული ეკონომიკური ზრდის პარალელურად სახელმწიფო გადაწყობილია იმაზე, სახელმწიფო აპარატი რო გადაწყობილია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი თანხის აკუმულირება მოხდეს და მეტი საბიუჯეტო დანახარჯი იყოს აღკვეთილი, ესეც სახეზეა, ხო? იმიტომ რომ ცხადია ქვეყანაში, რომელიც არის პოლიტიკური კრიზისში და სადაც პრაქტიკულად ავტორიტარიზმიდან მივდივართ დიქტატურისკენ, სადაც ადამიანი, რომელიც მართავს არაფორმალურად მთელ სახელმწიფო აპარატს იტაცებს ამ სახელმწიფოს, არავის არც ბიზნესის დაწყება უნდა და მით უმეტეს უცხო, თქვათ, დასავლური ინვესტიციების შემოდინება შეწყვეტილია და ეს არ არის მხოლოდ ამ წლის ან ბოლო 2 წლის შედეგი, ხო, პრაქტიკულად არის სფეროები, სადაც მათივე ანგარიშების მიხედვით უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი არის 0 და ეს არის აბსოლუტურად სწორი, აბსოლუტურად მართებული, ადეკვატური რეაქცია უცხოური კომპანიების, იმიტომ რომ თუ შენ არ გაქვს პოლიტიკური სტაბილურობა და ადამიანების უფლებები არ გაქვს დაცული, თუ სასამართლო არ არის თავისუფალი, თუ მოსამართლეები პრაქტიკულად ნულოვან დამოუკიდებლობას ავლენენ, 1-2 მოსამართლე არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, ამაში, ასეთ პოლიტიკურ ველზე, ასეთ ეკონომიკურ ველზე შემოსვლა არავის არ უნდა. ბუნებრივია საუბრები იმაზე, რომ აი იცით რა არის, ისინი იპარავდნენ და ახლა ჩვენ ვებრძვით კორუფციას, ეს არის ყველაფერი ბლეფი. პრაქტიკულად ბოლო 13 წლის განმავლობაში არც ერთი პერიოდის მართლობა არ ყოფილა ისეთი, ალბათ ყველაზე უფრო მეტად ალბათ 2012-2015 წლების ამბავი, როდესაც ხელისუფლებას ჰქონდა კოალიციური სხეული და მეტნაკლებად პარტიები ახერხებდნენ რაღაცნაირად დაბალანსებას ერთმანეთის, ხო? 2016-დან დღემდე არსებული მართლობის პირობებში, ერთპარტიული მართლობის პირობებში თავად ოცნებამ თქვა, რომ ჩვენი მართლობა არ ვარგოდა, იმიტომ რომ კორუფციას ჰქონდა შეჭმული ღარიბაშვილის პლანს სახელმწიფოს რესურსები, მიადგნენ მეორე პრემიერ-მინისტრს, რომელსაც სუპერძალოვან მინისტრს ეძახდნენ და ახალ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ხატს წერდნენ გახარიასი, თურმე გახარი აღმოჩნდა ქვეყნის მოვალატე, იმიტომ რომ ჩორჩანას საგუშაგო დადგა, ხო? ყველა მათი წინარე პერიოდი მათ თავადვე უარყვეს, როგორც ცუდი მართლობის მაგალითი და ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია მაინც თორნიკე რიჟვაძე მგონია, კაცი, რომელიც 7 წლის განმავლობაში აბსოლუტურად დაუმსახურებლად ყოველგვარი წინა საფუძვლის გარეშე მოიყვანეს ძალიან მაღალ პოზიციაზე და მისცეს კარტ ბლანში ემართა 350.000-იანი ერთადერთ რეგიონი ქვეყანაში საკუთარი ბიუჯეტით და საკუთარი მთავრობით, კაცი, რომელზეც ყოველდღიურად ამბობდნენ, რომ ეგ განასახიერებს ქართული ოცნების კარგ მართლობას და ხალხს ეზრუნვის პოლიტიკას, ეს ადამიანი სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში, ისიც კი არ ვიცი, თავს იკლავდა თუ სხვა კლავდა და დღეს თავს აფარებს იმ სახელმწიფოს, რომლის რიგებში, ასე ვთქვათ, deep states ეძებს ქართული ოცნება, ხო? ასეთი ტრაგიკული პრაქტიკულად ვითარება გვაქვს ქვეყანაში, ხანდახან კომიკურია, მაგრამ კომიკის ვერ ვამბობ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას ეხება და რაც არ უნდა ცუდი და ტრაგიკული შემთხვევები იყოს, პირდაპირ თუ ირიბად ეს ყველა ჩვენგანი ცხოვრებაზე აისახება. გაჩერებულ ევროინტეგრაციაზე არაფერს არ ვამბობ, გაჩერებულ ინვესტიციებზე არაფერს არ ვამბობ და ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი კიდევ, რაც ჩვენს თავს ხდება, ეს არის აბსოლუტური ატროფია სახელმწიფო ინსტიტუტების, რომლებიც თავიდან ბოლომდე პარტიულ დაწესებულებებად არის გადაქცეული. პარტიული ხაზის გამტარებელი
საჯარო სტრუქტურები, რომლებსაც ფიცი აქვს დადებული საქართველოს კონსტიტუციაზე, რომ ემსახურონ ხალხს, მათ ფიცი არ დაუდიათ, რომ ემსახურონ ქართულ ოცნებას. ქართულმა ოცნებამ სრულად გააქრო წითელი ხაზი, რომელიც მკვეთრი უნდა იყოს ყოველთვის მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის, მმართველ პარტიასა და სახელმწიფო აპარატს შორის. დღეს არც ერთ ადამიანს არ აჩერებენ საჯარო უწყებაში, რომელიც ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ამის ნათელი მაგალითი ის არის, რომ 60 ძალიან გამოცდილი პროფესიონალი ეროვნული გამოცდების ცენტრიდან დაითხოვეს ერთ დღეს და ღიად საუბრობდნენ და რომ ვიცით რა, არ შეიძლება სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობდე და თან მმართველ პარტიას აკრიტიკებდე. ანუ ეს არის დამყარებული ავტორიტარიზმი. ხო, კი ბატონო. დამყარებული ავტორიტარიზმი, ამას არ სჭირდება არც კვლევა, არც ანგარიში, ეს არის ვიზის შედეგობრივი კავშირი, ადამიანები რჩებიან სამსახურის გარეშე, რომელთაც და სამსახურს და სისტემას, რომელსაც შესწირეს საკუთარი ენერგია, დრო, რესურსები, ძალიან ბევრი რამე გააკეთეს იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდები ყოფილიყო მაღალი კლასიფიკაციის სახელმწიფო ორგანიზების ფორმა, რომელიც აძლევდა აბიტურიენტს მისი მუშაობის და ძალისხმევის შედეგად საკუთარი დაგროვებული საკუთარი ცოდნის გამოვლენის საშუალებას. ამ 60 ადამიანს უთქვეს, რომ კარგად ბრძანდებოდეთ, კი არა, არ ბრძანდებოდეთ კარგად. არ გვაინტერესებთ როგორი ცხოვრობთ, იმიტომ რომ თქვენ ჩვენიანები არ ხართ. ვაგრძელოთ ესე ცხოვრება, რომ ხალხმა სამსახური დაკარგოს, ყავდეს პოლიტიკური პატიმრები, ადამიანები ბრმავდებოდნენ ციხეში. ახლა სანამ აქციაზე მოვიდოდი, ვესაუბრე ჩვენს მედროშეს სრულიად შემთხვევით შევისწარი მისი და მისი მეუღლის საუბარს ტელეფონით და ზურა უთვლის ყველას დიდ მოკითხვას, დიდ სიყვარულს, როგორც ჩვევია, მაგრამ რის გამოზე ზურა ჭავდა? ისევ შიმშილობს. ისევ შიმშილობს. და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქციის სახელით მიეცდავს უფლება და ვუთხარი, რომ როგორც წერილები მიიღო ჩვენგან, ასევე ეხლა ჩვენგანაც ზეპირად მიიღოთ ხოლმე, რომ შეწყვიტო შიმშილობა, იმიტომ რომ ქართული ოცნებას არ აინტერესებს ადამიანების შიმშილობა, ქართული ოცნება მზად არის ცხედრებზე გადაიაროს მისი პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად. ბიძინა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს არის ამორალური, დეჰუმანიზირებული სინდისის კანონის უზენაესობის ყველა ცივილური პრინციპის იდეალის გარეშე დარჩენილი პოლიტიკური სხეული, რომელიც არის უკიდურესად დამპალი, უკიდურესად მავნებელი და უკიდურესად საშიში მთელი ქართული საზოგადოებისათვის და როგორც შანს რაღაცა დრო სჭირდება ქართული საზოგადოების რაღაცა ნაწილს იმისთვის, რომ საქართველოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმისთვის, რომ გააცნობიეროს რასთან გვაქვს საქმე. იმიტომ რომ გაძვირებული უმაღლესი განათლება, ხელმოკლე ოჯახების შვილებისთვის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი გახდება უმაღლესი განათლება, ეს ძალიან კარგად იციან მასწავლებლებმაც, ეს ძალიან კარგად იციან მშობლებმაც და შეიძლება ადამიანის უფლებები არ გადარდებდეს, შეიძლება არ გადარდებდეს თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ რაღაცა მიზეზების გამო ბოლომდე არ ქონდეს გაცნობიერებული ამის მნიშვნელობა, მაგრამ ის ხომ უნდა გადარდებდეს, რომ ნამდვილად შენი შვილი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დარჩენილი უმაღლესი განათლების მიღმა, რომ შენ არ გაქვს ისეთი შემოსავალი, როგორც შეიძლება სხვას ჰქონდეს და პრაქტიკულად ნულოვანი ხდება იმის შანსი, რომ ღარიბი ოჯახის შვილმა მიიღოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილი, იმიტომ რომ უბრალოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს მნიშვნელოვნად რამდენჯერმე შეუმცირდებათ იმ სტუდენტების მისაღები რაოდენობა, რითაც იხელმძღვანელებდნენ მომდევნო წლებში. იმიტომ რომ პრაქტიკულად 69 უმაღლესი სასწავლებლიდან 40 უმაღლეს სასწავლებლს ეუბნება, კერძო უმაღლეს სასწავლებლს ეუბნება სახელმწიფო, რომ არ მაინტერესებს შენ როგორ გადარჩები. სიტყვაზე კითხოთ მაგალითად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს რამდენი მილიონი დოლარის შემოსავალი მოაქვს პაკისტანიდან და ინდოეთიდან ჩამოსულ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს. სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისში, ყველა სხვა უნივერსიტეტს ქვეყანაში, ქუთაისში და ასე შემდეგ. თუ სახელმწიფო ამ ფულს შეკვეცავს, რაც მისი საბიუჯეტო ასიგნებებიდან უნდა გაიცეს უნივერსიტეტებზე და უცხოურ სტუდენტებს უცხოურ სტუდენტებს პრაქტიკულად აუგრძალავს ქვეყანაში განათლების მიღებას, იმიტომ რომ შეუძლებელი ხდება, რა ფულით უნდა იარსებოს კერძო სასწავლებლები? ხო, გამოდის რომ შეამცირებენ, ხო, ამ
სახელმწიფო უნივერსიტეტები ეგრეთ წოდებულ უფასო სწავლებას. რა თქმა უნდა, ანუ საუბარი იმაზე, რომ ქართულმა უცნაურმა ყველასთვის უფასო გახადა უმაღლესი განათლება არის ისეთივე აბსურდი. ხო, მარტივად ასე ეუბნებიან და აი ნახე პირველი ხელისუფალი ვარ, ბოლომდე უფასო გავხადე. ივანიშვილისგან ეს არის ბლეფი, უფასო განათლება უმაღლესი განათლება უფასო კი არ ხდება. უმაღლესი განათლება კატასტროფულად გაძვირდება ყველა ოჯახისთვის და ეს ძალიან კარგად უნდა გაიგოს მოსახლეობამ, რომ არაფერი უფასო არ იქნება, პირიქით იმისთვის, რომ ადგილი მოიპოვო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოგიწევს უზარმაზარი რესურსების მობილიზაცია და მაგ შემთხვევაშიც კი შეიძლება არ მოხდეს. მეორე გაიზრდება უმაღლეს სასწავლებლო დაწესებულებებში კორუფციის დონე, დაახლოებით ისე როგორც ეს როინ მეტრეველის რექტორობის დროს იყო თესეულში, სადაც მაგალითად თესეულის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მინიმუმ ღირდა 20,000 იყო. 20,000 დოლარი უჯდებოდა მშობელს ჩაწყობა საქმის და თუ გვინდა რომ დაუბრუნდეთ ამ შაუბნელ პერიოდს, საიდანაც ძლივს რაღაცნაირად ვახერხებით ამოთრევას, დაუბრუნდეთ მაშინ. და მე როცა მართლა ურემი გადაბრუნდება და გადაბრუნდა უკვე პრინციპში, მე დავიჭამოთ საკუთარი ხელები, რომ აი რა დაგვემართება. აი მალხაზ ამაზეც რო გითხრა, რადგან ამ საკითხებს შევეხეთ, მე მახსენდება სკოლები, კონკრეტული პედაგოგები, რომლებიც გამოცდების პერიოდის დასრულების შემდეგ წერდნენ, რომ აი ჩემმა ბავშვებმა აქ ჩააბარეს, მათ შორის იყო ევროპის უნივერსიტეტები და საკმაოდ ისე ანუ კაფიოდ აფიქსირებდნენ ამას, რომ ჩემმა სტუდენტმა აქ ჩააბარა, ესპანეთში ჩააბარა, აქ ჩააბარა. ახლა როგორ უნდა ისმოდეს ამ პედაგოგების ხმა? ანუ მათ უნდა თქვან სინამდვილეში რა ფუჭდება, ხო? ყველაზე საინტერესო მათი აზრი. ბევრი თუ არა, რამდენიმე მაინც წერს აბასყია და ეს მის სამოქალაქო აქტია, პროფესიული აქტი, რომელსაც ველოდები ამ ადამიანებისგან. მაგრამ ცხადია, გაცილებით მეტი უნდა წერს. მეტი უნდა წერდეს ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ მათ ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული საიმისოდ, რომ მართლა მიეღწიათ მათ აბიტურიენტებს, მოსწავლეებს წარმატებისთვის, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ეს ამ ადამიანების რაღაცა ნაწილი გადაეწყობა იმ რეალობაზე, რა რეალობას დადგება ქართული ოცნების ამ სულტრად დრაკონული, არათანმიმდევრული, არასწორი და დამანგრეველი ეგრეთ წოდებული რეფორმის შედეგად. ადამიანებს ჩვევიათ ხოლმე ადაპტირება რაღაც ახალ გარემოებებზე და რა ვიცი, თავიანთ საქმის კეთებას გააგრძელებენ და აღარ ეხებათ იმის. აღარ იქნება მნიშვნელოვანი რისთვის აკეთებ ამას, რა შედეგი გინდა. ახლა მაგალითად რამდენიმე პედაგოგთან მქონდა საუბარი და ადამიანებთან, რომლებიც ძალიან აქტიურად იყვნენ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულები და პირდაპირ მითხრეს, რომ ვერაფერს ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ მიუხედავად მათი მაღალი სტატუსისა, ზოგიერთი წამყვანი მასწავლებელია, ზოგიერთი მენტორი მასწავლებელია, მენტორობა და წამყვანობა მათ საშუალებას აძლევდა, რომ ნაკლები საათი აიღოთ სკოლაში და მაინც ხელფასი მაღალი ქონოდათ. ახლა შემცირებული ხელფასის გამო მათ უწევთ გაცილებით მეტი ჯგუფი აიყვანონ აბიტურიენტების, რომ რაღაცნაირად ის განსხვავება ძველ შრომის ანაზღაურებასა და ახალ შრომის ანაზღაურებას შორის პლუს გაზრდილი ფასებისა და ინფლაციის მაჩვენების გათვალისწინებით რაღაცნაირად შეაქვსო. ანუ სახელმწიფო ეუბნება, რომ შენი ადგილი არის, შენი როლი არის ის, რომ სკოლიდან ვერ გამოხვიდე და შენი ოთახიდან ვერ გამოხვიდე. რაც ხდება ქვეყანაში, შენი საქმე არ არის. თუ გინდა გადარჩენ. თუ არ გინდა რომ შულს კონდეს ნორმალური ტანსაცმელი და უნდა წელიწადში ერთხელ დასვენების საშუალება კონდეს, კი ბატონო, შენი გადაწყვეტილება. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მასწავლებელს დრო არ დარჩეს საზოგადოებრივი აქტივობისთვის. მასწავლებელი იყოს ორიენტირებული მხოლოდ ფულის გამომუშავებაზე, რომ როგორღაც ვალებს მიხედოს, როგორღაც ასაკში შესულ ხანდაზმულ მშობლებს მიხედოს და მშობლების შვილების საჭიროებები და საკუთარი საჭიროებები დააკმაყოფილოს. თუ ეს არის ღირსეული ცხოვრება, რომელსაც ქართული ოცნება პირდება ქვეყნის მოსახლეობას 13 წელია, კი ბატონო, ვიცხოვროთ ასე ღირსეულად, რა თქმა უნდა, ჭყალებში. მადლობა, მახაშ კადუა საუბრობდა ბათუმელების ლაივში. მან შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის განათლების რეფორმა, რომელიც ფაქტობრივად საქართველოში მოქმედი სტრუქტურების ხელმძღვანელების შვილებს ფაქტობრივად არ შეეხებათ, იმიტომ რომ მათივე ქონებრივ დეკლარაციებში კარგად ჩანს, რომ ისინი საკუთარ შვილებს საჯარო სკოლებში არ ასწავლიან
და მათი შვილები ძირითადად ფრანგულ ან ქართულ-ამერიკულ სკოლებში სწავლობენ. მათ აქვთ საშუალება, რომ გადაიხადონ ამ სკოლების საკმაოდ მაღალი გადასახადები. როგორც ხედავთ, 376 დღეა პროტესტის ბათუმში და საპროტესტო აქცია ჯერ ისევ გრძელდება. მე ამით დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, ამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბათუმელები ჯიზე და ნეტ გაზეთი ჯიზე. მადლობა რომ გვიყურეთ.